ოპონენტების კრიტიკის მოსმენა მოუხდა დღეს პარლამენტში მისულ განათლების მინისტრის მოადგილესაც ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად უმაღლესი და ზოგადი განათლების შესახებ კანონებში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღეს. რეფორმის ფარგლებში დაანონსებულ გეგმებს გიორგი გახარიას პარტია ნაჩქარევად მიიჩნევს და შესაბამისი სფეროების წარმომადგენლებთან კონსულტაციებს ითხოვს. კანონპროექტები უნივერსიტეტების რეორგანიზაციის წესს ადგენს. აკადემიურ საზოგადოებაში ჩნდება ახალი სტატუსით წამყვანი პროფესორის სახით. ზოგადი განათლების შესახებ კანონში დაგეგმილი მთავარი ცვლილება კი სწავლების 11-წლიან სისტემაზე გადასვლას და მე-12 კლასის ნებაყოფლობით დაშვებას გულისხმობს. სიახლეა პირველკლასელების რეგისტრაციის და სასწავლო ფორმების კუთხითაც, ასევე იცვლება სახელმძღვანელობის შექმნის წესი და იზღუდება გაკვეთილების დროს მობილური ტელეფონების გამოყენება. დაჩქარებული წესით განხილვის დროს კითხვები ერთიან ეროვნულ გამოცდებზეც დაისვა. 82 მომხრე პროექტ პირველი მოსმენით მიღებულია. ამ კენჭისყრით ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური რეფორმის განხორციელება იწყება. ცვლილებები შედის როგორც სასკოლო, ისე საუნივერსიტეტო განათლების სისტემაში. საბაზო საფეხური, რომელიც დღემდე მე-7-მე-10 კლასებს მოიცავდა, ახლა მე-7-მე-9 კლასებით განისაზღვრება. მე-9 კლასის დასრულების შემდეგ მსურველები პროფესიულ პროგრამებზე გააგრძელებენ სწავლას. ისინი კი, ვინც მომდევნო საშუალო საფეხურზე გადაინაცვლებენ, მე-11 კლასში ეროვნული გამოცდები მოემზადებიან. ამისთვის მათ სამინისტრო შესაბამის პროგრამებსა და გადამზადებულ პედაგოგებს დაახვედრებს. მე-12 კლასი კი ნებაყოფლობითი იქნება. ეს ცვლილებები 2028 წლიდან ამოქმედება, ანუ იმ მოსწავლეებს ეხება, რომლებიც ახლა მე-9 კლასში არიან. უქმდება სახელმძღვანელოების გრიფირება, მის ნაცვლად კი თითოეული კლასისთვის შეიქმნება არა რამდენიმე, როგორც ეს დღესაა, არამედ ერთი საერთო სახელმძღვანელო. საბუნებისმეტყველო მიმართულების საგნებზე როცა ვსაუბრობთ, არა მხოლოდ თავად საგანმა უნდა უყუროს რამდენად არის კლასებს შორის ბმა, არამედ საგანთა შორის ბმა. არ შეიძლება ქიმია და ბიოლოგია ამოგლეჯილად, ასე ვთქვათ, ერთმანეთთან ჰარმონიულად არ თანამშრომლობდეს. ეს არის ძირითადი მიზეზი იმისა, რომ სახელმწიფომ გადაწყვიტა თავად მიხედოს ამ პროცესს და უზრუნველყოს ეს ძირითადი ჯაჭვი, რომელსაც საბოლოო ჯამში უნდა გაგვიყვანოს ჩვენ ხარისხს. აი ამ მე-12 კლასში რას ვასწავლეთ ამ ბავშვებს? აი აქ ხوار გავაკეთოთ ეს რეპეტიტიუმი, რასაც თქვენ ამბობთ. მე-11 კლასში ავირჩიე მაგალითად 3 საგანი, ან ჩემს ინტერესებზე რაც არის მორგებული, თუ კი იგივე საგნებს აირჩევს მე-12 კლასში, დამატებით ვერაფერს. მას შეუძლია იმ დიდი მენიუდან მე-12 კლასის გავლა თუ უნდა აირჩიოს სხვა საგნები და ასევე ჩვენ არჩევითი საგნების მთელი მენიუ გვექნება. თუ სტუდენტის სტატუსი აქვს ერაზმუსის გაცვლის ნაწილში გარწმუნებთ, რომ აღარ ტესტირდება მე-11 კლასის, მე-12 კლასის ნაწილი, უფრო მეცაც გეტყვით, ძალიან ბევრი ქვეყანა თუ სტუდენტის სტატუსი აქვს მოპოვებული საკუთარ ქვეყანაში, მობილობის შემთხვევაში უბრალოდ ზოგად საგანმანათლებლო ნაწილის ასაკოვნებას მნიშვნელობას არ ანიჭებს. უკვე წლევანდელი სასწავლო წლიდან იცვლება ბავშვის სკოლაში შესვლის ასაკობრივი კრიტერიუმები. ბოლო 3 წლის განმავლობაში ეტაპობრივად სკოლაში შესვლის უფლება მიეცა იმ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ. თუმცა 15 სექტემბრის შემდეგ დაბადებულებისთვის სკოლაში შესვლა ნებაყოფლობითი იყო. 2026 წლის სექტემბრიდან კი სკოლებში მხოლოდ ის ბავშვები შეძლებენ დარეგისტრირებას, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდებათ. წელს ამოქმედება კიდევ ერთი სიახლე. მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს ფორმის ტარების ვალდებულება ექნებათ. ფორმებს სოციალურად დაუცველი და სხვა მოწყვლადი კატეგორიის ბავშვები უფასოდ მიიღებენ. სხვა მოსწავლეების შემთხვევაში კი, როგორც სამინისტროში განმარტავენ, შემუშავდება სქემები, რათა ფორმები მშობლებისთვის ხელმისაწვდომი იყოს. იზღუდება ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება გაკვეთილის პროცესში. რეგულაციების დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. გაეროს განვითარების ფონდს ჰქონდა მოკვლევა სასკოლო მზაობასთან დაკავშირებით და აქ იყო ფაქტორები, რომელიც გულისხმობდა ერთის მხრივ ბავშვის ფსიქოემოციურ მზადყოფნას, იყო შემთხვევები, როდესაც გაყავდათ სკოლიდან ისევ, ვინაიდან არ იყო მზაობა და ასევე ასახელებენ ხოლმე მზაობას, როდესაც ბავშვს მაგალითად ანბანი იცის, დათვლა იცის, ლექსები იცის, თუმცა ეს არ არის საკმარისი იმისათვის, რომ სასკოლო გარემოში მოხდეს და ამ ყველაფრის გათვალისწინებით ბავშვის ინტერესიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი იყო, რომ შეფასებულიყო მათი ქცევა და დაკვირვების ერთ-ერთი საგანი იყო ქცევა, რაც იყო დაკავშირებული დაღლასთან, გაკვეთილის დროს ძილიანობასთან, ქცევის არევასთან. ელექტრონული კომუნიკაციების საგაკვეთილო პროცესს ხელს უშლიდა საჯარო სკოლებში. ჩვენ შემოვედით წინადადებით, რომ რა თქმა უნდა ეს ფორმატი განხორციელდეს კერძო სკოლებში. მაქსიმალურად საკანონმდებლო ცვლილებების დროს სამინისტრო ერიდება კერძო სკოლებთან დაკავშირებით, კერძო უნივერსიტეტებთან დაკავშირებით, კერძო სტრუქტურებთან დაკავშირებით გარკვეული ტიპის რეგულაცია
ინფორმაციების დაწესებას. გავითვალისწინებთ ამ შენიშვნას, მე ჩვენ გიდასტურებთ იმას იგივე აზრი მაქვს მეც, რომ თუ ვავრცელებთ, უნდა გავრცელდეს ყველგან. არანაკლებ რეზონანსული აღმოჩნდა უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების განხილვა. ცვლილებებით სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციის შემთხვევაში მინისტრს ექნება უფლება დანიშნოს რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირების მოვალეობის შემსრულებლები, ასევე შექმნას დროებითი მმართველი საბჭო. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს აკადემიური პერსონალის ჩამონათვალში წამყვანი პროფესორის დამატებას. მათ არ ექნებათ საშუალება შეითავსონ სხვა საქმიანობა. ეს ჩვენთვის არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. სრულად უნდა იყვნენ კვირაში 40 საათი და უფრო მეტი ჩართულნი შესაბამისი მიმართულების ხელმძღვანელობაზე. შეგახსენებთ, რომ პროფესორს არ ევალება მხოლოდ სალექციო კურსების წარმოება, მას ევალება კვლევითი საქმიანობა, რაც ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ძალიან მაღალანაზღაურებადი იყვნენ. შეიძლება თბილისიდანაც წავიდეს სტუდენტი ქუთაისში სასწავლებლად, ან თელავში, ან სხვა რეგიონებში. არის თუ არა გათვალისწინებული იქ საერთო საცხოვრებლების და ინფრასტრუქტურის კომპონენტი. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აქვს ცალკე ბიუჯეტში გათვალისწინებული გამოსყიდვის ნაწილი, როგორც თბილისი რუსთავის გზაზე, ასევე ქუთაისის მიმართულებით და ამიტომ ამ ნაწილში დავასრულებ თუ არა ამ კომპონენტს, რა თქმა უნდა, იქ გათვალისწინებულია საცხოვრებელი ადგილების გათვალისწინებაც. ოპოზიციონერი დეპუტატების შეკითხვები ეხებოდა როგორც სასკოლო, ისე უმაღლესი განათლების სისტემაში დაგეგმილ ცვლილებებს. ისინი დაინტერესდნენ სკოლაში უფასო კვების თემით, მასწავლებლების ხელფასებითა და აღნიშნული რეფორმის შედეგებით. ამასთან ერთად პარტიაში გახარია საქართველოსთვის წევრებმა გამოთქვეს უკმაყოფილება კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვასთან დაკავშირებით. ფასოკვებასთან დაკავშირებით, თუნდაც რომელიმე ყველაზე გაჭირვებული რეგიონი რომ ავიღოთ და იმ რეგიონში საპილოტო პროექტი გავაკეთოთ, იმიტომ რომ შიერი ბავშვი ვერაფერს ვერ მოისმენს, როგორი ლამაზი ოთახიც არ უნდა მოუწყოთ და როგორი პირობებიც არ უნდა შეუქმნათ. ძალიან რთული საკითხი არა მარტო ფინანსურ ნაწილში, არამედ იცით თქვენ სურსათმცემლობის ნაწილში ბავშვებს ეხება და ამიტომ მაქსიმალურად უნდა იყოს ძალიან ბევრი პარამეტრი გათვალისწინებული. მოვინიშნეთ, მაქსიმალურად ვეცდები, რომ დამატებითი ინფორმაცია მოვიძიო, რამდენად შეიძლება, თქვათ ექსპერიმენტის სახით ვიფიქროთ, თქვათ სხვადასხვა სკოლებში შერჩევასთან დაკავშირებით. დღეს პარლამენტში უმაღლესი განათლების შესახებ კანონპროექტზე მსჯელობისას ასევე არაერთი კითხვა დაისვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებასთან დაკავშირებით. რაზეც განათლების მინისტრის მოადგილემ გაერთიანების შესახებ განმარტება გააკეთა და აქვე განაცხადა, რომ გაერთიანების ვადა სავარაუდოდ მინიმალური იქნება დაახლოებით 6 თვე. თუმცა შეიძლება ის კონკრეტული მიზეზების გამო გახანგრძლივდეს კიდეც. მისაღები გამოცდების წინ სტუდენტებს ჰქონდათ გარკვეული წესი, ერთში თუ ვერ მოხდებოდნენ, მერე მეორეს მონიშნავდნენ, მესამეს მონიშნავდნენ, მეოთხეს. აი ამ ნაწილში როგორ იქნება? არანაირი შეზღუდვა ამ ნაწილში წელს არ იგეგმება. რამდენი უმაღლესი სასწავლო დაწესებულებაც აქვს სურვილი სტუდენტ შეუძლია ის შემოხაზოს. ჩვენი სურვილია, რომ დამატებით გარდა ამ პროგრამების შემოხაზვისა, სტუდენტს ჰქონდეს შესაძლებლობა 3 სავალდებულო წესით დამატებით პროფესიული კოლეჯები და პროფესიული პროგრამაც შემოხაზოს. თუ ყველა პრიორიტეტის ანონსი შესაძლებელი იყო და როგორც აღმოჩნდა, ალბათ მართლაც ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული სწორედაც რომ ტექნიკური უნივერსიტეტის საკითხია, მაშინ რატომ არ მოხდა მაშინ იმ დროს ამ საკითხის დაანონსება? შემთხვევით, იმიტომ ხო არა რომ მაშინაც უკვე კარგად იცოდით რომ ეს არ იყო სწორი გადაწყვეტილება. რამდენიმე ექსპერტი მაინც მითხარით, სახელები და გვარები, ვინ მუშაობდნენ ამ რეფორმაზე? განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს აქვს შექმნილი სპეციალური სიპები, რომლებიც მხოლოდ კვლევებზე მუშაობენ ამ მიმართულებით. ეს ერთი. მეორე. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო წლებია მუშაობს შრომით ბაზართან დაკავშირებულ კვოტირების საკითხებზე. ბოლო პერიოდი, რაზეც ჩვენ ერთობლივად მუშაობთ, გახლავთ კონვერტაცია, ანუ შრომითი ბაზრიდან გამომდინარე პროფესიებისა საგანმანათლებლო პროგრამებთან მიმართებაში კონვერტირების საკითხზე. მოგეხსენებათ, რომ ესენი ხშირად ერთმანეთს არ ემთხვევა. რაც შეეხება ისეთი ტიპის ინსტიტუციური გაერთიანებების გადაწყვეტილებას, ეს სრული პასუხისმგებლობით ვამბობთ. საქართველოს კანონმდებლობით გამომდინარე ვალდებულებების გათვალისწინებით სამინისტროს დისკრეცია. სტუდენტი იღებს უფასო განათლებას, იღებს გაფართოებულ ინფრასტრუქტურას, ორმაგ რესურსებს და საერთაშორისო აღიარებას. პროფესორები იღებენ გაძლიერებულ კვლევით ბაზას, ინტერდისციპლინარულ თანამშრომლობას, უკეთეს პირობებს. ხოლო რაც შეეხება ჩვენ ქვეყანას, ჩვენი ქვეყანა იღებს კონკურენტუნარიან კადრებს
იმ ინტელექტუალურ რესურსს, რომელიც აძლიერებს ჩვენ ქვეყანას და ძლივ უნივერსიტეტს, რომელიც გადაითარგმნება ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. პირველი მოსმენით ცვლილებები დამტკიცებულია, ხვალ მორიგი საკომიტეტო განხილვების შემდეგ კანონპროექტის სამივე მოსმენით საბოლოოდ დამტკიცება იგეგმება. თუმცა რეფორმის ირგვლივ აკადემიურ წრეებში არაერთი შეკითხვა ჩნდება. განათლების სამინისტროს წარმომადგენლები და კანონპროექტის მხარდამჭერი დეპუტატები აცხადებენ, რომ მზად არიან კონსულტაციების პროცესში ყველა აქტიურ საკითხზე იმსჯელონ.